მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში 2021 წელი მეორე ვარიანტი, ამოცანა ნომერი 28. უბანზე, რომელიც შედგება მიმდევრობით შეერთებული, თავდაპირველად დაუმუხტავი C1 უდრის C და C2 უდრის 2C ტევადობის კონდენსატორებისგან მოზრდეს უძაბვაო, ნახატიც მოცემული გვაქვს და ვიკითხებიან განსაზღვროთ თითოეული კონდენსატორის მუხტი, ესე იგი, ჩავწეროთ მოცემულობა, რა გვაქვს მოცემული გვაქვს. პირველი კონდენსატორის ტევადობა C1 უდრის C-სო, მეორესი C2 უდრის 2C-სო, ხო? ძაბვა არის U-ო და ვიკითხებიან ჩვენ განსაზღვროთ თითოეული კონდენსატორის მუხტი, ესე იგი, ვიკითხებიან ცალკე Q-C1-ზე რის ტოლია და ცალკე Q-C2-ზე რის ტოლი არის. კარგი, ძელ პირველ რიგში შევნიშნოთ ის, რომ ეს კონდენსატორები გამომდინარე იქიდან, რომ მიმდევრობით არიან შეერთებული. შესაბამისად, მუხტები ამის გამო ორივე კონდენსატორზე ერთმანეთის ტოლი იქნება, ამიტომ შეგვიძლია დავწეროთ, რომ Q-C1-ზე უდრის Q-C2-ზე. და პრინციპში აქედან ჩვენ პირდაპირ B პასუხი და G პასუხი გამოგვერიცხა, ხო? თუმცა მოდი გავაკეთოთ, მივუყავთ ბოლომდე ეს ამოცანა, რადგან სამი ვარიანტი კიდე დარჩენილი გვაქვს პასუხებში. მეორე მხრივ, თუ გავთვალისწინებთ იმას, რომ ეს კონდენსატორები მიმდევრობითაა შეერთებული, ამ შემთხვევაში სრული ტევადობის შებრუნებული სიდიდე რის ტოლი გამოგდის, ესე იგი, ერთი შეფარდებული C სრულთან ტოლი იქნება ამ შემთხვევაში ცალკეული კონდენსატორის ტევადობის შებრუნებული სიდიდეების ჯამის, ხო? ესე იგი, შეგვიძლია დავწეროთ აქ, ეს ტოლი არის ერთი შეფარდებული C1-თან, დამატებული ერთი შეფარდებული C2-თან. გავითვალისწინოთ ახლა მოცემულობით ჩვენ ვიცით, რომ ერთი შეფარდებული C1 აგერ არის C, დამატებული C2 არის 2C, ხო? ეს იქნება ერთი შეფარდებული 2C-სთან. 2C-სთან, გავაერთმნიშვნელიანოთ ახლა ჩვენ ეს, საერთოა 2C. აქ იქნება 1 + 2 და ეს ტოლი გამოგდის 3 შეფარდებული 2C-სთან. ესე იგი, ერთი შეფარდებული C სრულთან, სრული ტევადობის შებრუნებული სიდიდე თუ გამოგვივიდა 3 შეფარდებული 2C-სთან. აქედან ჩვენ C სრული გამოგდის ტოლი 2C მე-13-ის, ხო? ახლა გავითვალისწინოთ ეს ფაქტი, რომ Q-C1 უდრის Q-C2-ს და მეორე მხრივ ეს ტოლი იქნება ძაბვა მოცემული აქვს, შესაბამისად ეს ტოლი იქნება C სრულისა და ძაბვის ნამრავლის კონდენსატორის ტევადობის განმარტებიდან. გვაქვს ეს ტოლობა და ჩავსვათ ახლა C სრული კი ვიპოვეთ. C სრული არის 2C მე-13 და ეს კიდე გამრავლდება U-ზე. ანუ საბოლოოდ რო დავწეროთ პასუხი, რა გამოგვივიდა ჩვენ გამოგვივიდა, რომ Q-C1-ზე უდრის Q-C2-ზე და ეს უდრის 2CU მე-13-ს. ეს კი რომელი პასუხია ახლა შევხედოთ, ეს პასუხი არის A. პასუხი A.